საინტერესოა შენ თუ გაქვს ფანტაზიის უნარი. რას გულისხმობ? არსებობენ თურმე ამ ქვეყანაზე ისეთი ადამიანები, რომლებსაც არაფრის წარმოდგენა არ შეუძლიათ გონებაში. აი მე მაგალითად შემიძლია წარმოვიდგინო მწვანე მინდორი და ამ მინდორში დგას რაღაც ყვითელი სახლი. პატარა ხეები დგას, ერთ-ერთ ხეზე მაგალითად ვაშლი არის ამოსული წითელი. ამას ყველაფერს მე ვხედავ გონებაში, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამას საერთოდ ვერ ხედავენ. ამ ფსიქოფიზიკურ მდგომარეობას მეცნიერები აფანტაზიას უწოდებენ. დაწერე კომენტარებში შენ თუ შეგიძლია ყველაფრის წარმოდგენა. მაგალითად, როდესაც რამეს კითხულობ, თუ შეგიძლია რომ წარმოიდგინო ის ყველაფერი, რაც იმ ტექსტში წერია. ხოლო ის ადამიანები, ვისაც ასე ვთქვათ, აფანტაზია აქვს, ამას ვერაფერს ვერ წარმოიდგენენ, იმათმა უბრალოდ იციან ეს ფაქტად, რომ ეს ესე არის, იმიტომ რომ ასე წერია. ძალიან საინტერესოა პლანეტაზე მაცხოვრებელი ადამიანების 4%-ში თუ შედიხარ შენ. ანუ შენ თუ ხარ ის ადამიანი, რომელსაც აფანტაზია აქვს, აუცილებლად დაწერე კომენტარში. და მე მინდა გითხრათ, რომ ეს 4% ადამიანების ცხოვრობს ძალიან კარგად, საერთოდ არ აწუხებთ, რომ ფანტაზიის უნარი არ გააჩნიათ, ასე რომ არ იდარდო თუ აფანტაზია გაქვს. ხოლო თქვენც დაწერეთ კომენტარებში, ვისაც გაგაჩნიათ მდიდარი ფანტაზია, რამდენად კარგად შეგიძლიათ გონებაში დახატოთ ესა თუ ის მოვლენა.